ემუქრება თუ არა ეკაბესელიას კოალიციიდან გარიცხვა დეპუტატის მიერ გუნდის შესაძლო დატოვებაზე დღეს განცხადება ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა. პარტიიდან წასვლა ბესელიას იმ შემთხვევაში მოუწევს, თუ საინფორმაციო ცენტრ TS პრესის მიერ პრემიერისთვის მიწოდებული ინფორმაცია რეალური აღმოჩნდება. რეგიონულ მედიასთან შეხვედრაზე ჟურნალისტმა ელისო ჯანაშიამ ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის შეუზღუდავ ძალაუფლებაზე ისაუბრა. ფოთი ჩამაბარეს ეს იყო ფრაზა, რომელიც დღეს ჟურნალისტმა ახსენა და რომელიც მისივე მტკიცებით ეკაბესელიამ პირადი საუბრისას თქვა. გამოსვლის შემდეგ დეპუტატმა TS პრესის ჟურნალისტი ჭორის გავრცელებაში დაადანაშაულა. კონტროლებს საკრებულოს ასევე. ვინ აკონტროლებს? დეპუტატი აკონტროლებს? ბესელია? დიახ. პროკურორსაც ბესელი აკონტროლებს? პროკურორი და მე ვინც ჩამოთვალე არის მისი რეკომენდაციით დანიშნული ადამიანები. თანამდებობებზე ეკაბესელიას რეკომენდაციით დანიშნული ადამიანები. შეუზღუდავი ძალაუფლება და მისთვის ჩაბარებული ქალაქი ფოთი. ჟურნალისტი ელისო ჯანაშია ფოთის მაჟორიტარ დეპუტატს ქალაქის გაკონტროლებაში ადანაშაულებს. პრემიერ-მინისტრი ჟურნალისტისგან ფაქტის დამადასტურებელ დოკუმენტებს ითხოვს. ფოთი მე არ მეკუთვნის მაგას როგორ ვიკადრებთ და თუ ამას ამბობ ძალიან ცუდია. თქვენ თუ ამის ფაქტები გაქვთ რომ ბესელი ამბობს რომ მას ჩააბარეს ფოთი საკმარისი იქნება გარწმუნებთ რომ ის პარტიიდან გაირიცხება. განცხადებას ჟურნალისტის პირად მოტივაციას უკავშირებს დეპუტატი ეკაბესელია. ქალბატონი ელისო ჯანაშიას ძმა იყო ჩემთან მოსული და ითხოვა რომ მას უნდოდა თუ არ ვცდები დაცვის სამსახურის უფროსად დანიშნა. მე მას უთხარი რომ ეს არ არის ჩემი კომპეტენცია. ცოტა ხნის წინ მერიაში ითხოვა მან რომ დაფინანსებულიყო მისი ოჯახის წევრის თუ არ ვცდები დედა ყავს მას ავად და ჭირდება მხარდაჭერა. მე უთხარი უბრალოდ თუ არის შესაძლებლობა კანონის ფარგლებში ობიექტურად გადაწყვიტოს. მერია მე საკითხი თუ საკრებულო მარიც ვისაც ეს ეხება არ ვიცი ეს დეტალები. ვიცი რაღაცა დოკუმენტაციასთან დაკავშირებით რაღაც პრობლემები იყო. მე ამას მხოლოდ ვაბრალებ რაღაც პირადი განწყობის როგორც ჩანს თავისი პირადი მოტივაციით როგორც ჩანს გააკეთა ეს განცხადება. ბესელიამ გააკეთა ძალიან ცუდი განცხადება, თითქოს ჩემი ძმის გამო რაღაცას ვთხოვდი, თუმცა პირიქით იყო შემოთავაზება. მე პირადადაც შემოთავაზა მისი PR-ის ჯგუფის ხელმძღვანელობაზეც უარი მიიღო. ასევე ჩემი ძმის მხრიდან იყო მისი მან დანიშნა თავის ნათესავი პოლიციის უფროსად და მოადგილის თანამდებობაო და იქნებ შეიტანოს სივე იყო ასეთ რადგან თქვა ამის შესახებ მაშინ მე ღიად უნდა ვთქვა რაზეც უარი მიიღო ჩემს ძმას იქ სივე არ შეუტანი. ქალბატონი ეკა არაჩვეულებრივად მუშაობს ფოთში და მისით ძალიან ბევრი ადამიანი აქ მაყოფილი და ჟურნალისტის განცხადებას მისი კოლეგების მხრიდან გამოხმაურება პრესკონფერენციაზევე მოჰყვა. უსაფუძვლო ასე უწოდებს მედია კავშირ ობიექტივის წარმომადგენელი ჯანაშიას განცხადებას. ჟურნალისტმა, რომელიც ძირითადად სხვისი ლანძღვით საკუთარი PR-ის გაკეთებას ცდილობს, ვერ წარმოადგინა ის დოკუმენტები, ის მტკიცებულებები, რომელიც ქალბატონი ეკას მიმართ გაჟღერებული ბრალდებების რეალობას დაამტკიცებდა. საპარლამენტო უმრავლესობაში ბესელიას მუშაობით კმაყოფილები არიან. ანი მიროტაძის თქმით ბესელიას ქალაქი იქ არსებული პრობლემების მოსაგვარებლად ჩააბარეს. უმცირესობაში კი ამბობენ რომ იმ შემთხვევაში თუ კი გაჟღერებული ინფორმაცია დადასტურდება, პრემიერმა რეაგირება უნდა მოახდინოს. ჰოთელებმა აირჩიეს იმისთვის, რომ პრობლემები, რომელიც არსებობს ამ ქალაქში, მოაგვაროს და ხელი შეუწყოს. მე ასე აღვიქვი და არ მიმაჩნია რომ ამის გამო ადამიანი პარტიიდან უნდა გაირიცხოს. თუ კი ვინმე აკეთებს განცხადებას იმის შესახებ, რომ რომელიმე კონკრეტული გეოგრაფიული რაიონი, რეგიონი, პუნქტი, ადმინისტრაციული ცენტრი შედის მის მფლობელობაში, იმიტომ რომ მას ეს რაიონი ჩააბარა და მიაკუთვნა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ბუნებრივია პირველ რიგში საკუთარი ზნეობის წინაშე უნდა აგოს პასუხი და მე ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში გარკვეული პრევენცია მართებს ხელისუფლებასაც. ბრალდებები ეკას მიმართ, სხვა მაჟორიტარების მიმართ არ არის საფუძვლიანი. ეკაბესელიამ 2012 წლის ოქტომბრის არჩევნებში ოპონენტი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი თენგიზ სარიშვილი დაამარცხა. ფოთში ქართულმა ოცნებამ ხმათა 58% მოიპოვა.